მასშტაბებად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 19. ნახატზე ნაჩვენებია იდეალური არის მდგომარეობის ცვლილების ციკლური პროცესი და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ ის მიერ შესრულებული მუშაობა ამ ციკლური პროცესისას. კარგით, ახლა მოდით შემოვიტანოთ აღნიშვნები. პირობითად ეს წერტილი იყოს A, ეს იყოს B წერტილი და ეს იყოს C წერტილი. და როგორც ხედავთ, პროცესი მიდის A-დან B-მდე, B-დან C-მდე და C-დან A-მდე. ნუ ამ ამოცანის გაკეთება შეიძლება ორი გზით და მოდით განვიხილოთ ორივე. პირველი გზა ეს არის შემდეგი. სრული მუშაობა რის ტოლი იქნება? A სრული მუშაობა ტოლი იქნება ცალკე მუშაობის AB პროცესში, დამატებული მუშაობა BC პროცესში, დამატებული მუშაობა CA პროცესში. ახლა მოდით დავითვალოთ AB პროცესში. მუშაობა AB პროცესში ტოლი იქნება წევის საშუალო მნიშვნელობა გამრავლებული მოცულობის ცვლილებაზე AB პროცესში. ეს ტოლი იქნება. საშუალო მნიშვნელობა იქნება AB-სთვის PA პლუს PB შეფარდებული 2-თან საშუალო. ხოლო დელტა-V იქნება VB-ს მინუს VA. ეს უდრის გამომდინარე ახლა იქიდან რომ PA-ში არის 5, ესე იგი რა გვექნება 5-ს დამატებული PB-ში არის 9 გაყოფილი 2-ზე, ეს კიდე გამრავლდება VB-ს მინუს VA. შევხედოთ აბა VB-ში არის 4, ამას კიდე გამოვაკლდება VA-ში 8. ნუ საბოლოოდ მივიღებთ 5 პლუს 9 არის 14, 14 მეორედი 7, 7 ჯერ მინუს 4 გამოგვდის მინუს 28. ოღონდ ყურადღება მივაქციოთ ახლა ჩვენ აქ შემდეგ რა ამის რომ ეს არის ჩვენ ახლა მივიღეთ კილოპასკალი მინუს 28 კილოპასკალი გამრავლებული ლიტრზე, ხო, ერთეულით. ხა გამომდინარე იქიდან რომ კილო არის 1000 კილოპასკალი არის 1000 პასკალი. ხოლო 1 ლიტრი არის 0.001 მეტր კუბი, ხო? ეს 1000 და 1 ერთმანეთს როგორც ვხედავთ ახლა ჩვენ აბათილებენ 1000 და 0.001 და ნუ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ტოლი არის ჯოულის. ანუ შეგვიძლია აი ამან არ დაგვაბდიოს და პირდაპირ ჯოულებში ვიღებთ პასუხს როგორც ვხედავთ, ხო? ანუ მინუს 28 ჯოული მივიღეთ. ახლა იგი მოვავაკეთოთ BC-სთვის. BC-სთვის მივიღებთ P საშუალო აქაც დელტა-V BC-სთვის ეს ტოლი იქნება P საშუალო PB-ს პლუს PC-ს ნახევარი იქნება. მოდით პირდაპირ დავწეროთ. PB-ში არის 9 დამატებული PC-შიც არის 9 ამის ნახევარი გამრავლებული VC-ში არის 8 გამოკლებული VB-ში არის 4. მივიღებთ 9 პლუს 9-ის ნახევარი 9 არის 9 ჯერ 4 36 ჯოული. ნუ რაც შეეხება მუშაობას AC პროცესში. ამ პროცესში როგორც ხედავთ ახლა ჩვენ მოდ დავწეროთ ჯერ გვექნება P საშუალო აქაც დელტა-V CA-სთვის. ვაცრავად ესე რა დავშალე. ასე CA პროცესში მოცულობის ცვლილება არ აქვს. პროცესი არის იზოქრონული, ხო? შესაბამისად VC-ში, აი C-შიც და VA-შიც ერთმანეთის ტოლია. შესაბამისად VC-ს რო გამოაკლდება, VA-ს რო გამოაკლდება, ვაცრავად, VA-ს რო გამოაკლდება VC, აი აქ უნდა დავწეროთ ჩვენ VA-ს მინუს VC. ესენი თუ ერთმანეთის ტოლია, ეს გამოგვდის ნულის ტოლი და საშუალო მნიშვნელობას ნულზე რო გამოვამრავლებთ, მივიღებთ რომ CA პროცესში გამომდინარე რომ პროცესი იზოქრონულია და ზოგადადაც იზოქრონული პროცესის დროს მუშაობა არ სრულდება და ნულის ტოლია. ნუ ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც იზოქრონული პროცესის დროს გაზი არც ფართოვდება და არც იკუმშება და ნუ რაღა უნდა შეასრულოს, ხო, მუშაობა. შესაბამისად CA შეგვიძლია არც გავითვალისწინოთ და დაგვრჩება ეს წევრი აღარა გვაქვს და AB-ში მივიღეთ მუშაობა მინუს 28, კიდევ რომ დაემატება 36 გამოგვდის 8 ჯოული. ეს ამდენი ვწერეთ კი ბატონო, მაგრამ შეგვიძლია მარტივადაც გავუკეთებინა. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი დაგვეთვალა. ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი იქნება 4 არის ფუძე, სიმაღლე არის 4 ჯერ 4-ის ნახევარი. რაც გამოგვდის 8 ჯოულის ტოლი ასეთი გამოთვლითაც. ასე რომ ყველა ორივე გზით პასუხი მივიღეთ A 8 ჯოული.